საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ. მათ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა გაიხსენეს და ოკუპაციის დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აგერ სრულდება 98 წლის თავის საქართველოს ანექსით და მოვედით აქანა რომ ვინც იმ დროს დაიღუპა საქართველოს საერთოდ თქოს 1-2 სიტყვა და კიდევ შესაძლებელი თქვა მე მაგალითად დილას ეკლესიაში წავიდა სანთელი დავათი აქანაც და კიდევ პატარა ხნით მე წავარ და თვითონ იმას ხსოვნას ვიწყეთ 100-ია წესი ჩემო და ყოველთვის ჩვენ თავისუფლება ძალიან ძვირი გვიждდება მაგრამ მივახცევთ თავისუფლებას აუცილებლად ყველა იმპერია იმხობა მაკედონიის იმპერია დაიმხო ჩემო თაბურლენგის იმპერია დაიმხო ჩემო ეს იმპერიებს დიდი გზა არ აქვს ა ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტურ იდეაში გევიზარდა ჩვენ რამდენი არსება 70 წელი და ყველა იმპერია იმხობა ასეა ჩემო ღმერთმა კარგად გაანაწილა ეს ყველა ერი უნდა იყოს თავისუფლად ჩვენ ვიგონებთ იმ ხალხს რომელსაც 98 წლის უკან დაუხდა წითელ არმიას რომელსაც ორგოჯონიკიძის სნაიერი მომღალატეები მოუძღოდნენ და დაეცენ გმირულად ამას აღნიშნავთ სიმბოლურად როგორც ამ დაღუპულების მიმართ პატივის მისაგებად ქვეყნისთვის და ჩვენი მოვალეობა და კიდე ყველა ახალგაზრდა მომავალ თაობას რომ არ უნდა დაავიწყდეს ეს დღეები და ყოველთვის ვიცოდეთ ჩვენ ანექსირებული ახლაც გვაქვს ტერიტორიები ისევ იმ ხალხისგან გასათავისუფლებელია მაგრამ საქართველოს შეძლებს ამას თორსა იქნება ღმერთის ხალხის გამოვა მდგომარეობიდან და ჩვენ ახლა ეს ღვთაობა ვართ რომელიც პატარა ცოცხლები დავრჩით ახლა ქვეყანას 60-ას განაცილებულები ვართ უკვე და მოვედი და ჩვენ იგი გავიხსენეთ დროშასაც უყურებ ჩავერვა ეს დროშა 9 აპრილის მონაწილე დროშაა იქიდანაც ჩამოტანილი რო იცოდი ეს აქ შენახული ასეთ რაღაცებიდან სიმბოლურადაა ყველაფერი 25 თებერვალი ეროვნული მოძრაობის წევრებთან ერთად პარტია თავისუფალი საქართველოს წევრებმაც გაიხსენეს. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და აღნიშნეს, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მიერ დღესაც გრძელდება. გავიხსენეთ ის აუბედითი დღეები, რომელიც 98 წლის წინ მოხდა და მოხდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოკუპაცია ანექსია და დამყარდა რუსეთის მმართველობა, კომუნისტური მმართველობა და ჩვენ დასაბედნიეროდ გავიხსენეთ ის გმირები, დაღუპული ადამიანები, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს მთელი სიცოცხლე ებრძოდა და რა ვიცი რა. მინდა გითხრათ, რომ ტერიტორიების უმეტესობა განთავისუფლდა, მაგრამ საზღაურად კიდევ არის ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი საქართველოსი რუსეთის მიერ და ყველაზე ცუდი რაცაა ის მმართველობის სისტემა რაც რუსეთმა შემეიტანა ერთ-ერთი ამდენი წლის შემდეგ ვერ შეძლეთ რომ გადაგვეგდოს შეგვეცვალა ნამდვილი დემოკრატიული კარგი მმართველობით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.